მოგესალმებით. გამარჯობა. ორი ეპიცენტრი არის პლანეტაზე, რომელსაც პოლიტოლოგები და არა მარტო ისინი უბრალო ხალხი აკვირდება. ერთი არის ვაშინგტონი, მეორე თბილისი. თბილისი სოფლიო ტელეკომპანიების ყურადღების ცენტრია. აქ თითქმის ყველა ტელევიზია ჩამოიყვანა თავის გადამღები ჯგუფი, პირდაპირ ეთერის ჩართვის მანქანები, რა თქმა უნდა, ყველაფერი დოისთან ასოცირდება, დოიზია მიმართული მთელი ყურადღება. ჟურნალისტი ჯავშან ჟილეტით და ჩაჩქარით არის. რა თქმა უნდა და აი არ დაახანა მანაც გურუმ ქართული პრინციპში კი მართლა ეგრე, იმიტომ რომ სოფლიოს ესე იგი ყურადღების ეპიცენტრში ეს არის ერთადერთი ქვეყანა არის არგენტინა, რომელსაც თითქმის არაფერი არ ეხებოდა, იმიტომ რომ სოფლიოს დასასრულია და იქაც კი მე ჩემი წყაროები მეუბნება, იქაც კი აი ბუენოს-აირესში არის ხო? ტანგოები გაჩერდა. დიდ ეკრანზეა გამოტანილი და კანტდაუნი მიდის სხვადასხვა შორის. უკუთვლა არის, რო იმიტომ რომ სტეიკებს აღაწევს ხო? კი, უკუთვლა არის იქაც. და უყურებენ ბატონო, გაჩერდა არაბეთ-პალესტინის, არაბეთ-ისრაელის კონფლიქტი, ინტენსივობა, უკრაინაშიც ინტენსივობა შეიმჩნევა და ყველა უყურებს მიმართულია პლეხანოვისკენ, ბოდიშ შესაძლოა, მე თვითონ პლეხანოვი კი არა, რა იმას. არა, თეატრ რა ქვია? ვასო აბაშიძის თეატრი. არა, რაღაცას ეძახიან, ახალი თეატრი თუ რაღაცა. ხო, ვასო აბაშიძის ახალ თეატრი. ახალი თეატრი ხო. კარგი, მოდით მანამდე ნახოთ გენიოსმა კაცმა რა თქვა. მაინც იქიდან უნდა დავიწყო, რომ ეს რაც ხვალ მოხდება ის არ იყო ჩვენი არჩევანი. ბროკოლის არ გავს? ბროკოლის ბოსტიოს. რაოდენ ბროკოლი არტისტი. ო, ბროკოლის. იმიტომ რომ ისინი ამაში არ ჩამაგირსებულობენ ნორმალურ სტარტს. სხვა რაღაცას ეს არის აუცილებლობა მათ. და პირველი რაც გავაკეთეთ, როდესაც ანდრო დაიჭირეს, იყო ის, რომ ჩვენ შევწყვიტეთ თამაში. ეს იყო პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ მოგვაქციეთ ყურადღება და ეს ბიჭი არ შეიძლება რომ იყოს დაკავებული და ზუსტად ვიცით რომ უდანე. ხო, მაგრამ ანუ შეწყვიტეს თამაში, მაგრამ ერთი ადგილის თამაში გააგრძელეს და ხელოვნებამდე მიიყვანეს აი ამ კაცის დამსახურებით ეს და ხვალ იქნება კულმინაცია ამ თამაშის აი ამპლიტუდის. მე მაქვს რაღაც იდეები რა შეიძლება გააკეთოთ, მაგრამ მოდი არ დავასწროთ მოვლენებს. მე ყოველთვის მქონდა ეს იდეები, მაგრამ არ ვიზახდი საჭირო. არა უტრირებულს და არა ცინიკურს, ისეთ რეალურს და მოდი არ დავასწროთ. და არ დავასწროთ, კი ბატონო, შეიძლება, ნუ იმიტომ რომ შეიძლება მაგას არც აპირებენ და ჩვენგან მიიღონენ. არა, არის კიდე რა ფუსი რაიოთის გზებს მიმართონ. არის კიდე ერთი ვიდეოც გვაქვს, მოდი ბარემ ამოვწუროთ. არაერთი ჯგუფური ფუსი რაიოთის პერფორმანსი გვახსოვს ალბათ. კი ბატონო, გაუშვით აბა ესეც აბა. ცხადი არ უნდა გაჩერდეს, თქვენ აღნიშნეთ, რომ აი ყველას მიმართეთ, შეეცადეთ ყველასთვის მიგეწვდინათ ხმა. მქონდათ იმედი, რომ შეცვლიდა გადაწყვეტილებას ეს რეჟიმი და ამის იმედი სადღაც მაინც ბჟუტავდა თქვენში. ну იცი რა არის იმედი ბოლოს ხვდება ხო იცი ნათქვამია თუმცა ესეც სახელმწიფოში ცხოვრობ სადაც რა ვიცი ყველაფერი ჩააქრეს და იმედიც მათ შორის და გასაგებია მოდით ჩვენ პატარა ისტორიული ექსკურსი გავაკეთოთ ფიცო ესეთი ადამიანები რომელიც სხვათა შორის ახლა თავს ეკლავს უკრაინასთან ჩხუბობს ზელენსკისთან და რუსეთს ეხვეწება რომ რაღაცნაირად ნავთობის გარეშე არ დამტოვო ფიცო თავის ვიდეო მიმართვაში რომელთაც მიმართა გამოჯამთელების შემდეგ თავდასხმის შემდეგ ძალიან დიდ აქცენტს აკეთებდა თეატრალურ სამყაროზე კონკრეტული თეატრის მსახიობებს როგორ წამლავდა გვევიცით ვინც როგორ ქმნიდა მისგან უცხოურ აგენტებს და როგორ აგზავნიდა პირდაპირ სახელმწიფოს წინამდე ბრძოლაში და შეგახსენებთ რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ ფიცო ამბობს რომ ჩავიდნენ საქართველოს და უკრაინის მეიდნის მოწყობის სპეციალისტები მასთან და აფრთხილებდა სოფლიო საზოგადოებას რომ ეს ბრძოლა ახლა უკვე იქაც მიმდინარეობს. მოდი პირდაპირ ვთქვათ რა ეს ამ ხალხის ჩართვა სამადურ ეგეთი გამოთქმა რუსული თვითსულელი მარტო ამ თვითსულელების ბრალი არ არის. ვიღაცა ალბათ ტავკას ამაზე მართლაც აკეთებს. კი, დიდი ალბათობით ეგრე იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ აბსოლუტურად
NGO-დან დაწყებული, მედიით გაგრძელებული, პოლიტიკოსების ხო ნახეთ და ვნახეთ. რევოლუციის ცდილობები, რევოლუციის ავანგარდში ჩადგომის ცდილობები. იმიტომ რომ შეიძლება მეშლება და 2 წლის წინ იყო ან 1 წლის წინ, თქვენ შემიძლია სწორედ როდის იყო, როდესაც ყველა არხი ერთი დღით გამორთეს ოპოზიციონერმა მედიებმა და ეკამიშველაძე და გაგრიგოლია და გასაბერი კაცი უახო სანაი იყვნენ, ხო? ეგ იყო ლექსოლ აშკარავას ამბავს მოყვა. ხო, მაგ პერიოდში 2 წლის წინ არა 3-4 წლის წინ. ჩვენ ტოვებ სტუდიებს და ვიწყებთ რევოლუციას. 3 წლის წინ. დამოუკიდებელი ჟურნალისტები რევოლუციას აპირებდნენ რევოლუციას. მე იყო NGO სექტორი. ტექნიკური მთავრობის იდეა სადაც ეკაგიგაურებს და იმას რა ქვია ნინო ლომჯარებს უნდა გადაბარებოდათ ხელისუფლება. მე იყო მცდელობა რომ ლომჯარია მოსულიყო პოლიტიკაში და რა დაარქვა დიროლის ორბიტა ხო? ახალი ევროპული ორბიტა თუ რაღაცა არ გამოვიდა. რომელიც ანუ ეგეთი გაფეილებული ან პრეზენტაციიდან მეორე დღესვე რაღაცას გაესხაზმაო, ეგეთი კიმ კარდაშიანის მეორე ქორწინება ალბათ და ეგზმაო რომ მეორე დღესვე რაღაცა რაც დიდი ზარზეებით დაანონს და ეგრევე დაფეილდა. ხო და ეხლა ალბათ იქიდან გამომდინარე რომ სხვა დასაყრდენი ვერ მონახეს, გადავიდა აქცენტი იმაზე რომ შემოქმედებითი ელიტა. უბრალოდ შემოქმედებითი ელიტა ვინა? დოი, ჭოლა, ბუღაძე და ამათ ბიჭო უყურე მე იმ რევოლუციის დედავატირე მაგათ იმედზე რომ აი დოის იმედზე ყოფი რევოლუციის დედავატირე რა ვიცი ჯო ვილსონის იმედზე არიან ადამიანები აი რა უნდა ვთქვა ჯო ვილსონის სი ძინპინს ოღონდ სი ძინპინის მოადგილე სახელმწიფო პატივით მიიღო ტრამპმა და კიდე ან ჯო ვილსონს შეხვდები ან ჯო ვილსონი რა ტიპის კომენტარებს საკეთებს და რა ტიპის იმებს ქარდებს და ძდებს ანუ ეგ არის აი როგორ რაღაცა ესე ტროლ პეიჯი რო უნდა აკეთებდეს რა ანუ დღეს დადო ირაკლი რუხაძეზე ის რა ქვია კარდი რო აი რამდენი ბიზნესი არის ამის იმის ქვეშ რა $2000 კარდი შეიძლება კარდი რა ხანა $200 იყო რა მე მგონი ჩვენ უნდა გადავიხოთ ისე მაგრამ გამისწორდება ეს $1000 ჩვენ რო დაგვარტყას თემა ჯო ჩვენც რა გეხვეწები ჩვენ რო დაგვარტყას მობაზ გაფცე კარგი შევკრავთ ჩვენ მაყურთ სამი კაცი შევკრავთ რამდენი $1000 მიწოდების ის არის გზა რაღაცას მოუძებნით არა ვერ მოუძებნი ეგრე არ არის ბიჭო პირდაპირ X-ზე მივწერ ხო პირდაპირ მივწერ რომ მაყურს გამოუშვებ არ მაქვს X-ი და შენ მიწერ ხო პირდაპირ მივწერ მაყურს გამოუშვებ თქო რა ღიაზე რა თქმა უნდა კაცო არაა პრობლემა და სამივეზე რამე $100 ავანსად გაუგზავნე ხო პირდაპირ გადარიცხვა იმის მერე იქნება და სამივეზე დაწერო თქო და რა დაწეროს რომ შავი დღე გითენდებათ შენ შემოქმედებაში არა შავი დღე გითენდებათ დაგვიშვით ხო რა დიდი დაგვიშვით თვითონ იცის კარგად ჯომ ი ბაზარი არა მე რაზე ვაიფეცი ირაკლი რუხაძის ხსენებას ბოდიში რადიო თავისუფლების ეპიკური ამბავი ანუ 2 საათზე მეტიან ინტერვიუს ანუ წყალივით რო იყურებოდა იმიტომ რომ რა იყო იცი რომ ჯერ ხო ანუ ეგ დებატები ხო მკვდარია ოპოზიციურ მედიაში სადაც ხმა ისმის ისეთი რომელიც არ არის მარტო თავიდან ბოლომდე მათ ნარატივს მორგებული რა და ანუ იმდენად აი ფაქტზე ორიენტირებული არაფერზე რომ ზედმეტი დადასტურება არ ჭირდება ისეთ რაღაცებზე მიდიოდა საუბარი რესპონდენტის მხრიდან რასაკურველია და ჟურნალისტს იმდენად წაერთვა ყველანაირი შესაძლებლობა რომ ანუ ორი შემთხვევა იყო ან და ისტერიკაში გადაზარდილიყო ჟურნალისტის მხრიდან ან როდესაც უბრალოდ საუბარი იყო მიდიოდა მარტო იმაზე რომ ან გაჩერება ან გადახვევა და ასე შემდეგ ნაცები კაცო თავს დაესნენ ხო იმიტომ რომ კარგად ვერ იმასქენია მე ერთ რამეს ვიტყვი რაც დავწერე კიდე სტატუსში რაც არ უნდა ქორი დაეჯინათ ნუ გრიგოლი არ ვიცი დაპორჩხენდა ალბათ მაგრამ ნუ ადეკვატური ოჯახში გაზრდილი ქორი რო დაეჯინათ ეგეთი არ არსებობს მათ შორის მაგრამ მაინც ჰიპოთეტურად მეტროპოლიაში იმპერიის შუაგულში წააგო რადიო თავისუფლების უწინდელმა ნარატივმა წააგო სამყარო არის სხვა მას შემდეგ რაც ტრამპი ამბობს რომ ნატოს ქვეყანას იარაღის ძალით წაართმევს ტერიტორიას პუტინი არის საბავშვო ბაღის ახსასძელი მორჩა წერტილი ამას იქით არაფერი აღარ არსებობს всё და შესაბამისად ნებისმიერ აი ესეთ კამათში როცა თან ტრამპის გინების თავიც არ აქვს ლორა თორთონმა გაბედა ერთი საწყალმა ჩვენმა ლორამ აი რეიპისტია რა გინდა ლორა უყურე ლორა თორთონი ტრამპს ეძახის რეიპის და სააკაშვილს ეძახის პოლიტპატიმარს ანუ ნახდრეიპს ლორა სააკაშვილს
ხო, და კიდევ ერთი მეტიუ ბრაიზა, ვისაც გახსოვთ, მე უყურე მეტიუ ბრაიზას ინტერვიუს რადიო თავისუფლების თანამშრომელთან და აწვებოდა, რომ აი ტრამპი კავკასიით ხო დაინტერესდება და ჩესნად ეუბნებოდა, რომ არ დაინტერესდება. აი ეს ჯო ვილსონი არ ამგონია, რომ ჯო ვილსონს რაიმე გავლენა ქონდეს. მოკლედ გაწმილებული დატოვა ჯო ვილსონი ისე რადიკალურ ასებს ამბობს, რაც შეუძლებელია ტრამპის შეთანხმებული იყოს. არა კაცო ჯო ვილსონმა ის სია რო ჩამოწერა და საჩორის ბიძინა ივანიშვილი რო დაიწყო და სი ძინპინი და სი ძინპინი და ხამენეი მოყვა ანუ ნუ აი როგორ რაღაცა იცი აბაზე სულიშ მახსენდება რა აგიაშვილს არ ნიკასო არ ნაყარება პიკასო გადარეულა პიკასო რა და რა ყარვარ ნიკასო რა და სი ძინპინი რო აი აო ჯო ვილსონს ხო ნუ რეალურად ის მოხდა რომ გრანდ ნარატივი, მეტა ნარატივი შეიცვალა, ფუნდამენტურად შეიცვალა, რაზეც დაფუძნებული იყო მთელი ევროკავშირი და მისი ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც არის პოლიტკორექტულობა და გენდერ ანთროპოლოგია და თეორიები, რა თქმა უნდა, ტრამპმა ეს ყველაფერი ერთ სიტყვაში თქვა დაასრულა. ამაზე მეტება ის, რომ ამ საიმიგრაციო საკითხებიდან 10 წლის წინ თუ ევროპაში პარტია ითვლებოდა ფაშისტურად, ეხლა ეს უკვე არის ტრამპის რიტორიკა. ამიტომ ძლიერდებიან ევროსკეპტიკები. ილონ მასკი ასაფორთებს, ეს ყოველ დღე უნდა ვახსენოთ ალბათ მაყურებელს, რომ ილონ მასკი ასაფორთებს ისეთ ძალებს ევროპაში, რომლებიც არიან ევროკავშირის დაშლის მომხრეები და ილონ მასკი სხვა შორის ვისაც ასაფორთებს, მერე თავის ალგორითმებით და რაღაც მანქანებით ეხმარება ხოლმე, ასე იყო არგენტინაში, მილეი არის მისი კანდიდატი. და მესამე საკითხი ეს არის ეს რაღაცა ექსპანსიური პოლიტიკა თუ რაც ქვია, შეგვიძლია დავარქვათ, ესე იგი ახალი სადაც გრენლანდიაზე და პანამის არხზე და იმაზე ლაპარაკობს ტრამპი და ამას ეს მოხდება თუ არ მოხდება არ აქვს მნიშვნელობა ჯარი შევა თუ არა რაც ვსავარებ მან ხო თქვა ხო და მაგას მან ხო თქვა რომ ეს ესე იქნება ამას დამატებული ლაპარაკობს ნუ ამ რუსეთ-უკრაინის ომის იმაზე რომ უკრაინამ ესე იგი ტყუილ უბრალოდ დაკარგა ეს ხალხი ბაიდენის ბრალია ტყუილ უბრალოდ დაკარგა ხალხია ამას დამატებული ლაპარაკობს სანქციების და ნატოში რო უნდა შევიდეს ნატოდან რო დაეგზიტდება იმ შემთხვევაში თუ ისინი ფულს არ გადაიხდიან ამას დამატებული ის ლაპარაკობს დოლარი რო ამერიკის სიძლიერე არის დოლარი და შესაბამისად სანქციები კარგად დიდ ბაზრებს აქედან გამომდინარე ნუ გვინდა არ გვინდა სრულიად სხვა რეალობა არის ხო და ჩვენ რადგანაც საქართველოში გამოზრდილმა ლიბერალებმა გამოავლინეს 90-იანი წლიდან უკიდურესი გოიმობა და გოიმის ყველაზე კაი განმარტება არის გადამეტებული მოტივაცია აი ხო გადამეტებული მოტივაცია არის რომის პაპზე უფრო კათოლიკე რო ხდები ამათმა ესე იგი ინსტრუმენტად კი არ გაიხადეს ან რომელიმე ევროატლანტიკური სტრუქტურა ან მაგალითად რაიმე იდეოლოგია არა რწმენის კატეგორიაში აიყვანეს და რწმენა აგერ თვალსა და ხელს შორის გეშლება გეუნება შენი თავარ ტაძარში გეუნებიან რომ ვსო და გინდა არ გინდა ეხა ლიბერალებს რაღაცა ფუნდამენტური გადაწყობა მოუწევ აი ტრამპმა რა თქმა უნდა ქართულად გადათაგნი არ მინდა რუსეთიანი მივაყენო მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან მიუხედავად რადიკალური მემარცხენე გამონათქვამისა რუსეთი ანუ არ მოსწონს ეს გამონათქვამი არასოდეს არ უნდა დაგვეწყოს რომ რუსეთი დაგვეხმარა მეორე მსოფლიო მოგებაში კიდევ ერთი ამათი რაღაც ნარატივი გააფარჩაკა და ამ პროცესში თითქმის 60 მილიონი ადამიანი სიცოცხლე დაკარგა. მეტი რა თქვას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვაპირებ რუსეთს, რომლის ეკონომიკა იშლება და პრეზიდენტ პუტინს ძალიან დიდი სიკეთე გაუკეთოთ. მოდით ახლა შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, შეაჩერე ეს სასაცილო ომი, ეს მხოლოდ გაუარესდება თუ გარიგებას არ მივახსოვთ და მალე სხვა გზა არ მოხდა, გარდა ამისა, რომ დავაწესო მაღალი გადასახადები, ტარიფები და სანქციები. ყველაფერს რასაც რუსეთი ყიდის ამერიკაში. მე არ მინდა ტრამპს შევეწინავნებო, მაგრამ მე მგონი რუსეთი არაფერს აღარ ყიდის უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში, გარდა ალუმინის რაღაც შენაერთებისა, ურანისა, სასუქისა, რომელიც ძალიან სჭირდებათ ამერიკას. ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკის და რუსეთის მთავრობა გაილაპარაკებს ერთმანეთთან. და ტრამპი თუნდაც ამ განცხადებით ანგრევს, რომ რუსეთის ძახელი არის მისთვის მიუღებელი. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების თარიღზე ერთი ამბავი რო აწესდა და ამბავი რო არის, რომ თითქოს არ მიუღია მონაწილეობა საბჭოთა კავშირის ფაშიზმის დამარცხებაში, ამასაც ხაზი გადაუსვა. მეტი რა ქნას ახლა თავის ქვეყნის პრეზიდენტია რუსეთის და საქართველოსი ხო არა? მიგრია. კი ბატონო, ხო არ გაუშვათ რამე, აბა?
თინა ხიდაშელი გავიშვათ. ბიჭო, აი ვალერი გელბახიანის და აკუბარდიას და თუ გინდა თინა ხიდაშელი გავუშვათ ტრამპზე ლაპარაკობს, ჩვენ ტრამპზე ვილაპარაკეთ და ერგება ტაივანის აგენტის ნარატივი, აი მორწმუნე ლიბერალის და ტაივანის აგენტის ეს ტაივანის აგენტი არის უფრო სხვა დონე. ვაფშე სხვა დონე. ანუ ეს არ არის ამერიკა. ტაივანის ხო ყოველთვის ეზიზღება ჩინეთი, შეეზიზღება ამ ხელისუფლებას. ანუ უბრალოდ რაც არ უნდა მოვიდეს ის. თუმცა იყო იქ შანსი რომ პროცედურები მოსულიო სხვათა შორის. და მე გადაჭექეს. ეგრე არ არის, მაგრამ ხო რა, ტაივანი ვაფშე საინტერესოა ტრამპი რა სიტყვის ტაივანზე. იგივე სიტყვის. არასოდეს არ უარყვია ამერიკის ყველაზე მურტალ ადმინისტრაციას, ჩინეთისთვის მურტალ ადმინისტრაციას, რომ არ არის ჩინეთი. თუმცა ტრამპი და ჩინეთი არ ვიცი, მოკლედ ეგ ვერანაირ ერთს გავუშვით შენ. მე ველოდები რომ სწრაფად იქნება მისი მხრიდან ბევრი გადაწყვეტილება მიღებული, მათ შორის ამერიკისადმი არამეგობრულ ქვეყნებთან მიმართებაში, სამწუხაროდ საქართველოს ასეთ ქვეყნებს შორის არის დღეს მისი ხელისუფლების დამსახურებით, რა თქმა უნდა და არამოსახლეობის გამოისობით და ჩემი ვარაუდით ძალიან სწრაფად იქნება ასევე კონგრესში კომიტეტებზე განსაკუთრებით ყველა იმ აქტის ინიცირებული აქტის კენჭისყრები, რომელიც კონგრესმენ ჯო ვილსონის მიერ არის Facebook-ში რომ შეხვიდეთ ამის გვერდზე დიდი სიხარული წერია რომ TikTok ფაფუო ამერიკაში და იმ დღესვე აღდგა და TikTok-ის CEO შეფიანო ტრამპს ეკდგა გვერდით ინაუგურაციის დროს. ნუ ეგეთი პროგნოზის თქა რა. ის მთელი ეს ტექ გიგანტები რომ გვერდით უდგანან ახლა ტრამპს ეგ მოშნი თემა არის ძალიან. ჩემი აზრით აბსოლუტურად ყველა ესე იგი ვისაც საერთაშორისო კომუნიკაციების არა მარტო რაკეტმშენებლობაც. ხო, ანუ მაგრამ ამ შემთხვევაში კომუნიკაციაზე უბრალოდ სოციქსელები და შესაბამისად კომუნიკაციების არხები. უპყრია ხელთ ყველა დგას ტრამპის გვერდით. და ბეზოსმა გაუშვა რაკეტა. ეგ ხო იმას ეჯიბრება მას. არა, და მასკმა მიულოცა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი აზრით ეს თავდაცვის ბიუჯეტი რომელიც ძალიან დიდია. უკვე სხვა ტიპებად ბილ გეიტსმა რო სიმღერა შეცვალა, გადანაცვლა რა. ხო ტრამპს ველაპარაკეო და ძალიან კარგი გაგებით გაკვირვებული დავრჩიო, რომ ისეთი ენთუზიაზმი და ენერგიით. კოვიდზე რა აზრის არის? ეს სხვა აზრის იყო ბილ გეიტსი და ის კიდე სხვა. მე საერთოდ რო ხვდები ბილ გეიტსი რატო ერევა ესე აქტიურად სამედიცინო საკითხებში. მაგას აქ ახსნა, ოღონდ ვერა აქ რა. ღარიბია ბილ გეიტსი იქ ბერამდენია. არ მაგათ შორის ზუკერბერგსა და მასკსა ბეზოს შორის ღარიბი კაცია რა უნდა ღარიბების ადგილი არის 400 მილიარდი რამდენი 415 მილიარდი რამდენია ხო ის არის არავინ არის უბრალოდ რამდენია და ეს აქციები კიდე მაღლა მიდის და ფული რაში უნდა ჩადონ ფული უნდა ჩადონ ხელოვნურ ინტელექტში და უნდა აშენონ 5 მეგა ატომური ელექტროსადგური იმიტომ რომ იმდენი დენი ჭირდება ხელოვნურ ინტელექტს რომ 500 მილიარდიო ხო 500 მილიარდი სახელმწიფო გამოდივარ ტრილიონს გამოდივარ და 500-დან 100-დან იწყებს 500 მაგრამ როგორ ტრილიონიანი კონცეფტია რა და კარგ მე მგონი სკაინეტი იქნება ნახევარ საუკუნეში ეხლა შემხდა ჯო ვილსონის ერთი ტვიტი მე რას ვიხსენებდი ჩვენთან დიქტატურა როდის ამყარდა იმით თქმით არა როდის დამყარდა მყარდება 2014 ეხა ხო ბოლომდე დამყარებულია იმათ ხო დიქტატურა დამყარებულია ტირანია არა დიქტატურა ხო დამყარებულია ხო და ეს ჯო ვილსონმა ეთყობა სინტაქსი ვერ დაალაგა რა იმათთან რომ ბიზნესმენშულზე წერს რა is trying to transform Georgia from a democracy into a dictatorship ანუ ეხა გადაყავსო დემოკრატიიდან დიქტატურაზეო ხო მან და არ არის სინქრონში არ არის მიხდი სინქრონში ეგ ეგ 2014 წლის პოსტია ამას არ აწყობს იმიტომ რომ რო თქვას რომ უკვე არის დიქტატურა მაშინ იარაღი უნდა გამოაგზავნოს აქ გაიგე ტვიტებით უკვე სასაცილოა და აი ხა იმ მომენტში როცა გადადის თავის $1000 ტვიტებით მაშინ ესენი რო ამბობენ აბა აცდენა როა აი ეგ არის აცდენა რა ეგ რა პონტია ამათ უნდა დაწიონ ცოტა კობელიძე კუტაბიჭმა ძალიან მაგარი რაღაცა თქვა და გავუშვით ხალხმოძრაობის აქ მოწოდება იყო ახალი პარტია გააკეთეთო
ეგ რას ნიშნავს ვერ მივხვდი თქვა ერთი დიდი გამძებდება ეს პროცესი თუ რაღაც ახალი პარტიის უნდა ველოდოთ რომელსაც ცალკეულად სამეზურაბიშვილი დაასაფორთებს ჩემთვის ბუნდოვანი იყო ამიტომ პოსტსაარჩევნო სიტუაციაში ყველაზე მეტად ზურაბიშვილს თქვენი პარტიის წარმომადგენლები რაღაც ტიპის საკომუნიკაციო ფორმატები ხომ გაქვთ არა? კი ბატონო. და მე არ ვიცი ამაზე პასუხი მე ვერ გავიგებ მაგალითად რას ნიშნავს ზუგდიდ შემიმართვა ახალი პარტია გააკეთეთ თუ მე ანუ არ საკეთო კონკურენტად აღიქვა? არა, ამ პროცესში არის უცნაური, როცა სამეზრობიშვილი ამბობს, რომ ის არის ერთ-ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი და არის როგორც გამაერთიანებელი ლიდერი ამის ფონზე და თქვა სტატუს კო უნდა შენარჩუნდეს წინასაარჩევნო პერიოდის მარჩვენის პარლამენტის დონეზე, არც რომ სტატუს კო უნდა შენარჩუნდეს, თქვა პარტიების მიხედვით როგორც არის და საკუთარი როლის ცოტა ვერ მიტყვის, სხვანაირად უყურებს, რაც ცალკე პარტიას ელოდება, რომის ლიდერიც იქნება თუ რა იქნება. ეს იყო ჩემთვის უცნაური. მე მგონი რომ ვითარება იქნება ესეთი. ეს არ ამკითხე მოამბე პარტიები, შმარტიები, საბოლოოდ რომ ამოწურავენ თავიანთ ნუ რა რესურს, ალბათ ფინანსურს, ხო, მეტი არც არაფერი, არც ძდობითი რესურსი აქვს და არც ელექტორალური. ერთმანეთის ჭამას უკვე მძლავრად დაიწყებენ. დავიწყოთ იქიდან რომ თითქმის ყოველდღე 10 პოსტი მაინც ხდება აქტივისტების, რომლებიც ნელ-ნელა ეგებიან გონს. იძახიან რომ მორჩა ეს აქტივიზმი არ არის საკმარისი, მასას ხალხს უნდა ხოცური პროპაგანდა. ეს მიხვეწებოდა, ნაძვისხი აიღესო და მეტი ხალხი მჭირდებითო რომ გამოჩნდეთო კადრში კარგად. ნაცი ბიჭი რო არის, რა ქვია იმას. ეს რა ჩააგდება, ჩო მიშამ შულდაძის. მე არ შემიგდიოს. არა, ხო, ანუ მე დავა კომენტარი ჩაგდებული. არ ვიცი არ მინახავს. არ მინახავს. სანდა მენახავს. გაერთა გავუშვი რა ეს. გავუშვათ რაზი არის? არ ვიცი, ამე ნახოთ, არ ვიცი, არ მენდობი. არა, გავუშვათ რა რაღაცა დებილობას ამბობს რა. მაინც გავუშვათ ცოტა ხანში. მოდი, ეს გავუშვათ, აბა. ბაბუაძე არის ახლა მოლოდინი გამოვა ტრამპი და იტყვის რომ არ ვაღიარებ არჩევნებს და ეს დაუსვამს წერტილს ვთქვათ ოცნებას ამ ხრივ ან იტყვის რომ რაღაც ფორმით მიანიშნებს რომ ვაღიარებ ოცნებას და ეს პროტესტ დაუსვამს წერტილს სანქციები გაფართოვდება ისე რომ ეკონომიკ რაღაც შეშინდება კიდევ უფრო გაფართოების და წავა არჩევნებზე ივანიშვილი ან ეკონომიკური ჩამოშლა მოხდება ან ისე ჩამოშლა ვერტიკალის რღვევა აი სად იქნება კულმინაცია. ხაობას მთხოვთ დიანა. ანუ რას ნიშნავს კაცო? თავარ ტრაგედია აქვს სხვა რაღაცაა, რომ ტრამპის ნათქვამი რო წყვეტს და აქამდე ნუ ბაიდენის აი მონობა თუ ნათქვამი რო წყვეტს ჩვენ რო გვეძახდნენ საქართველოს რევოლუცია ბოდიში ბაჭო შენ ნათქვამს გავაგრძელებ ჩვენ რო გვეძახდნენ კაცო მონობის ლოგო ილუსტრაცია აგერ პირდაპირ დადგმა ხდება მონობის როგორ არც უარყოფენ. აუ არის ისე ვერ ხვდები და ტრამპია ის საბაბუაძის თავარი ტრაგედია ბაჭო არც ეს არ არის არაფერი. არამშო დიან ტრაპაიძის ტრაგედია იყო. თავარი ტრაგედია არის რომ უბანში ვიღაც ბიჭებმა გამარჯობა უთხრეს რაღაცა შეეკითხნენ და ეგრევე შეასხა შიში. და მე გოგოების ზურგს უკან დაიმალა მაგრამ შენ ვერ ხვდები. არიან ადამიანები, რომლებიც არიან უკიდეგანო ქაჯები და სურთ ამ ქაჯობის დამალვა იმით რომ პროდასავლელები არიან. შეიძლება არც ქაჯები არიან, აი არ ვიცი, ვიზე ვთქვა, გამგები გაიგებს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად გონია რომ მისი მშობლიური წიაღიდან უნდა რაღაცნაირად დისტანცირება მოახდინოს და პროამერიკული, პროევროპელი გაჩნდეს. ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის აღიარება. სიცოცხლეზე მეტად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შენ თუ გაღიარა მეზობელმა, შენ თუ გაღიარა შენი წლის ადამიანმა, ან შენი ქვეყნის ვიღაც ავტორიტეტმა პირმა, ეს არ არის საკმარისი, იმიტომ ეს გრუზინები არიან. შენ აუცილებლად უნდა გაღიაროს იქაურმა NGO-მ, იქაურმა რაღაცა დებილობამ და ამას ვერ განკურნავ. ეს მონობის გარკვეულ ნაირსახეობაა, გარკვეული, აი მართლაც აი კომპრადორული ელიტაო რა, მაგას ვამბობ. აი მაგალითად რაღაცა პრიზებს არიგებს ევროკავშირის ჟურნალისტიკის პრიზებს და შალვა პაპუაშვილს გქონდა ძალიან კარგი სტატუსი ამასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი რომელსაც მისცეს პრიზი, ხო, რაღაც პრიზი მისცეს ევროკავშირის არის როგორი იგინება, იცი? Facebook-ში დედაზე გინობს რა, მოძალადია ჩვეულებრივი და აქედან გამომდინარე აქვთ ეს განცდა, რომ აი უნდა მაგალითად აი ადრე იყო თქვენ არიყავით მაშინ ამ პროფესიაში, ეხლა არ ვიცი არის თუ არა, ოქროსთა ბოდიში მე შეიძლება არასწორად ვამბობ, მაგრამ ჟურნალისტიკის კონკურსები. ყველაზე წარმატებულ ჟურნალისტს
აჯილდოებენ. შეიძლება ოქროს თაზე არ ვამბობ, ბევრი იყო. უწიოკით? არა, არაფერი. უბრალოდ შენ გადი ბაჩო შემდეგ. ფულის კეთების თემა იყო რა, რომ შენ ფულს იხდიდი ბილეთში, რაღაცა პიარს უკეთებდი რაღაცას და მე შენ რაღაცას გაძლევდნენ, როგორც გაძლევდნენ ყველას. ხო და აი ესე ჯინჯილებზე დახარბებული ხალხია ეს. და ტრამპი თუ იწვის, რა თქმა უნდა, შენ უნდა თავი მოიკლა. ქვეყანა დაშალო, გაჩერდე და დადუნდე რა. ბაჩო, რამე ყვითელი გადაცემა რა დაიყვანო აღინდა. ხათაშორის არ არის ცუდი. ის ძალიან კარგად წაი. იმედია მოვა მაგის დროც. ვალერა გაუ. როცა შეგვეძლება ყვითელ გადაცემას. ვალერა გაუ. არ გაგვიშვია. არ გაგვიშვია. ვალერა. სტუდიო. აბა, დიდი კონსტიტუციონალისტი და მთავარი ჟურნალისტი. ჩვენ იფხელა ერი ვარ, ვალერი დამიწერე. ის აშევა, აბანოშია. მეორე დღეს არქა რაკურსიც გაიგო. მათი კატეგორიული განეიტრალება. შევხედოთ მოვლენას. კატეგორიული განეიტრალება რა არის? აი კატეგორიულად. აი ვიშვის დახილი არ უნდა ამას. ვინმე რა შევა და ვინმე რატო შევა? მოვემზადოთ. მახარებს რომ ამ იდეით ვასწრებ შესაუბარს. ვემზადებ. სახელმწიფო რომ მომზადეთ. მომზადებით. რისთვის? ხოლმე მოემზადოთ ის სახელმწიფო. რა ომისთვის ემზადება ეს ხო? ასე დღეში ვარ ჩვენ ქვეყნის შიგნით. ჩვენ ომს გვიცხადებენ და მოემზადოთ ამის. ვინ უცხადებს? ამათ კონკრეტულად ვინ უცხადებს? ამათ როგორ არ უცხადებს? მე ამათ ვინც ამათ ომს უცხადებს ჩემ ინტერიერში. რუსეთი უცხადებს ომს? არა, რუსეთმა ვაფშე არ იცის. პუტინი დაემუქრა. პუტინი პირადად დაემუქრა. პირადად რომ პირად კონტროლზე ავიყვან თქვენ ორის თემასო. ვინდეოთი დაურეკა? კი. ტელეფონში თუ კავკასია აქვს ჩართული. ეს რო გაიქცა სადიბალებოდა, მიშას რო გაიქცა, რუსეთში ხო არიბალებოდა. კი. არა, არ ვიცი. არა, რუსეთში იყო კაცო. არ ვიცი, შეიძლება არა, მაგრამ რუსეთში დავსვი რა. არა, მე ვიცი, მე მგონი რომ რუსეთში. შეიძლება უკრაინაში. არ ვიცი, სადაც იქით იყო რა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. აბა, ეხა იმაში შვედეთში ხო არ გია. დასვენებაში არ ჩამოუშვა იმ გარეწარმა ეს. დანიაში ხო არ წავიდა. ხო და მე რა მაინტერესებს, რომ მართლა მაინტერესებს, რომ ეს ორი, კონკრეტულად ეს ორი. კაი, გასაგებია, აქტივისტები, თელი არმია და პოლიტიკოსები და ხაზარაძე და ასე. ეს ორი ვისეომება. პუტინს პირადად მოემზადოთ უნდა. მახარებს შეიძლება აი ავსტრალიაში რო იყოს სირაქლემებთან ომი, შეიძლება სირაქლემებს ეომებიან. საოცარი ომი იქნება. საოცარი ორი. ავსტრალიაში სირაქლემებზე იცი და კენგურომ იცი რა მაგარი ბოქსი იცი? კენგურომ ძალიან მაგარია. მაი ავცებს ორ ერთი პატარა კენგურო, ერთი პატარა ორივე ცემს. კი, კაცო, კენგურო ამათ მერთო. ხო არის რაღაცა რომ აი მე მომკალიო. პატარა კენგურო რო ამოთო ორს შენის არა ხარ. თქვენ მოსამართლე არა ხარ იმპერიაში. გინოში რო არის. თქვენ კიდე კიდე მამასახლის მაჩა. აი ესე კენგურო რო დაიწყოს ერთი და მეორე და ბოქსი რო გაუმარა. კი, არა დალეწავს. ესე ვალერი გელბახიან საომარი ვისანაც აქ არის გუბაზე. იმიტომ რომ ეს და გუბაზე რო ჩავიდნენ მიშასთან, იქ გუბაზმა ისი აჯობა და ისეთები ჩაატარა რომ გახდა მიშას სპიკერი და ეს გაცინდა არა ყოველთვის ამბობდა რომ კნაოდა გუბაზე რომ მოიწვიეთ ის, მაგრამ შეიძლება სპეციალურად ამბობდა რა. ბიჭო, ნიჩური კი გუბაზე იქიდან ჩამოვიდა მიშას სპიკერი და მე ამაზე გელბახიან ჩამოვიდა კავკასიის თანაწამყვანი. ხო და ამაზე სულ იძახდა. ხო, ბიჭო, იცი რატო იძახდა, რომ თავისი ადგილი უნდა დაერთმო. ეს უკვე ვიში ლიგაში ავიდა, მიშას ლიჩნიის გახდა რა. რიჟიკა და უნდა რომ აქუს აღარ ებურღა თუ ინო ყოველთვის კავკასიაში დამიჯექიო და აგერ როგორ გონიათ მიშას ბედი ვაფშე როგორი იქნება მიშა დაგვავიწყდა ჩვენ არა მართლა აი თქვათ რო ვილაპარაკო რამდენ ხანში გამოვა მიშა გამოვა თუ არა როცა მოეწყურება გამოვა არ დაუმატებენ არაფერს არა ხო მაგას გეუბნები ანუ ჯერ ხო სასამართლო არ მორჩენილა ის ახლოს ხომდის. ყველაფერი ერთად რაც იქნება, იმის მერე ხო და რამდენი ხანი თქო მაგაზე მე არ ვიცი ეგ რამ უნდა დააცხროს. სულ 10 წლის მერე გამოვიდეს. არა 10 ცოტა. დამცხრალი მიშა მე ვერ წარმომიდგენ. არა 10 ცოტა. მიშა რომელსაც დამცხრალი 20 წელი უნდა იყოს. მიშა რომელსაც პრეტენზია აღარ ექნება რომ საქართველოს ავტორიტეტი. ეგრეთი არა პრეტენზია არც აქვს. მიშა არის გაკომპრილი, ანუ კომპრომეტირებული, შეიძლება სულაც აღარ უნდა, უბრალოდ თავიანთი პატრონები აძალებენ მაგას. ეგ ცალსახად ეგრე. თუ 4 4 დაჭი, ხო. ნუ ხა არ ვიცი ხა განჩენები რა იქნება, მაგრამ საზღვრის კვეთაზე არ აქვს მისი. საზღვრის კვეთას ჩანთქავს ალბათ არ ვიცი. მაგრამ როგორ არის, არ იქნება დიდი.
რაღაც აქვს ერთი განაჩენი კაცო. კი, კაცო. 11 მილიონის განაჩენი. მიშას წესით უნდა უწევდეს გასამართლება. აბა მაშინ შეკრებითობით. 20 ეკნებოდა მინიმუმ რა. კარგი, მეგობრებო, დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, ჩვენ გვიყურებთ, ჩვენ ხვალ შეხვდებით. შენ სანამ დავამთავრე შეკრებითობაზე ყოიცი ვიღაცამ 4 პაგრეშ გამოიპარა და 4 ცალსაკე ეპიზოდება ცალსაკე ეპიზოდი 4 პაგრეშკის პურის დაუყარა. იმიტომ რომ ერთხელ ვერ გამოიტანდა და 4 შეხვდა და აფიქსირეს. ადამიანი 30 წელი, რომელმაც დაჭრა 3 ადამიანი. არავინ არ მოუკლავს. დაჭრა ისეთი რომ სიცოცხლეს საფრთხე დამკრებოდა და იქვე ისდა ადამიანი, რომელსაც მოკლა ადამიანი 15 წელი ქონდა, ამას 15 არა 10 წელი ქონდა იმას, ვინც მოკლა და ის სუბუქად დამჭრელს 4 ეპიზოდი, 3 ეპიზოდი და 27 წელი ქონდა ფიგურულად. საინტერესოა. დიდი მადლობა, კარგად. ხვალამდე. ნახვამდის.